თქვენ როდიდან აღარ ხართ დირექტორი? ვარდების რევოლუციის მერე. 10 წელი ვიყავი აი იმ პერიოდში, მანამ და თქვენ როგორ ფიქრობთ, ახლა რა მდგომარეობაშიც არის სკოლა? მაშინაც იმ მდგომარეობაში? არა, ეხლა შედარებით უკეთეს მდგომარეობაში. რა გაკეთდა მაშინ? არა, აი ხელშეწყობა და რაღაც, მაშინ არაფერი არ იყო აბსოლუტურად. ინფრასტრუქტურის მხრივ რამე გაკეთდა? შეკეთება რამის მოხდა სკოლაში? ცოტა კი. ამჟამად პრობლემები ის გვაქვს, რომ სკოლა არის არემონტო. თავიდან ბოლომდე, მაგრამ ჩვენ ამ აგვისტოს თვეში მივმართეთ სამინისტროს და რამდენადაც მე ვიცი, რესურს ცენტრის უფროსისაგან, ჩვენი სკოლა უკვე ჩასმული არის და გაზაფხულიდან დაიწყება სარემონტო სამუშაოები. სხვა პრობლემა არ გვაქვს. გათბობის პრობლემა? გათბობა შეშით თვეებით ხოლმე. ჩვენ თვითონ სკოლა ყიდულობს, თანხა გვაქვს, შევიძენთ ახლა და ჭოვლები. გაზი არის შემოყვანილი. გაზი არის. ვიცი და სკოლაში რატო არ მოხდა? იმიტომ რომ ძალიან ძვირი ჯდება, გაზი ჯერ ერთი არის შემოყვანილი, აი ეს მილები არის გაზის, მაგრამ ჩვენ იმისი გადახდის საშუალება არ გვაქვს, რომ მთელი ზამთარი გაზზე გავათბოთ სკოლა, ამიტომ შეშით თვეებით ჯერჯერობით. საპირქარეშოები ახლა როგორც ყველა სოფლის სკოლაში იცით რომ გარეთ არის, არ ხერხდება, იმიტომ რომ კანალიზაცია ის გაკეთება. ჯერ ერთი ჩვენ თანხებით არ შეგვიძლია და მე სად უნდა გავუშვათ ეს ხო არის პრობლემები მაგ მხრივ. მაგრამ ნორმალურ მდგომარეობაში არის ყველა საპირქარეშო და წყალიც არის. სკოლის დარბაზიც ისე როგორც მთლიანი სკოლა ისიც გასარემონტებელი არის და გასაკეთებელი. დასამალი არაფერი არ არის შეიხედეთ, მაგრამ ხო გითხარით არ გადა. რატო არ გადავიღოთ მაგას? რატო არ გადავიღო? კაცო ეს არის ჩემი სკოლა და მე არ მინდა შეიხედე და თუ დაინახავ რამეს, არა მინდა. მოგიბა მაშინ გაგვიხეთ თუ შეიძლება. არ მინდა რომ გადავიღო. წამობძანდით ძალიან გთხოვთ რა, გამობძანდით. ყველაფერს გადავიღებთ, რაც არსებობს რეალურად. წამობძანდით ძალიან გთხოვ, რო გეუბნები. არ მიზეზი მითხარით. ხო? არ მინდა ჩემი ეს გასარემონტებელი სკოლა იყოს ტელევიზიაში. რა არა თქვენი სკოლა ეს თქვენი სკოლა კი არის საჯარო სკოლა ხალხის სკოლა. კი ბატონო, ჩვენი სკოლა. არ მინდა რომ ცუდი რაც არის ისა ჩვენოთ. ხო, ცუდი რა გასარემონტებელი და ცუდი რა მაქვს. წამოდი და გაჩვენეთ ბიბლიოთეკა რა კარგი მაქვს. ახლა პრობლემები იმაშია, რომ მე მუშაობდი კულტურის სახლში. 33 წელი ვიყავი ბიბლიოთეკის გამგე. და მოხდა, რა ვიცი, ეს პრეზიდენტის ბრძანება იყო თუ ზემოდან ვისი ბრძანება, ბიბლიოთეკები გააუქმეს, დამოუკიდებელი ბიბლიოთეკები დააშია ერთ სკოლას. და აი რა დღეში ვარ, წიგნი განადგურდა.